მშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ახალი კონსტიტუცია თუ ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები რა მიმართულებით იმუშავებს სახელმწიფო კომისია და როგორია რეფორმებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია. კომისია მუშაობას პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად შეუდგება. ქვეყნის უზენაესი კანონის დასახვეწა ჯგუფში ჩართვა თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ზოგიერთი პარტია კი, რომელსაც კომისიაში მუშაობის სურვილი აქვს, საამისოდ გარკვეულ პირობებს აყენებს. ჩართობა თუ არა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებების შემუშავებაში მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი და რამდენად მოსალოდნელია ახალი ალიანსების გამოჩენა ოპოზიციურ სპექტრში. ყოფილი პრემიერი ერთ-ერთი ოპოზიციური ალიანსის განხეთქილების მიზეზად უკვე დასახელდა. გახდა თუ არა ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციური ალიანსის დაშლის მიზეზი, რომელ პოლიტიკურ ძალებთან და რა თემებზე აპირებს თანამშრომლობას ყოფილი პრემიერის გუნდი. ვერ ვიქნები ნოღაიდელთან და ვერც აუხსნიდი ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს მეგობრებს იმას თუ რატომ უნდა გავერთიანებულიყარ ნოღაიდელთან. ასახსნელი არ მქონდა, ანუ შინაგანი წინააღმდეგობით ახსესე იქნებოდა. როცა ასე აფასებს ნეგატიურად ნოღაიდელის მოღვაწეობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ეს სრულიად არაადეკვატური, არასწორი რამ არის. საფულის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანამ უნდა გადავიდეს საპარლამენტო რესპუბლიკაზე, ამ ახალი კონსტიტუციით უნდა დაინიშნოს შემოდგომაზე არჩევნები და მოხდეს უნდა ხელისუფლების ძირეული გადახალისება. ჩართობა თუ არა ნოღაიდელის მოძრაობა საარჩევნო და საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებში და რამდენად რეალურია ახალი ოპოზიციური ალიანსის შექმნა. პირველი თემის შეკითხვებს რამდენიმე წუთში ზურაბ ნოღაიდელი უპასუხებს. ახალი კონსტიტუცია თუ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, სახელმწიფოს მოწყობის რა მოდელებზე იმუშავებს სახელმწიფო კომისია და როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სწორედ ამ გზით, დისკუსიის გზით, ექსპერტების ჩართვის გზით, ჩვენ მოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი მათ შორის კონსტიტუციაში ცვლილებების და თავიდან ავიცილოთ და მოახდინოთ პრევენცია მომავალი გართულებების. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას ამ გადასინჯვაში, მით უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი იქნება შექმნილი. და იყოს სრული პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებული კონსტიტუცია და ამ საკონსტიტუციო პროექტის მუშაობაში თუ ჩაერთვებიან ყველა ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება ძალიან კარგი. ეს არის სწორი გზა, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს გზა არის სწორი, ისინი მიიღებენ ამაში მონაწილეობას და არავინ არ უგზავნობს სხვა ადამიანებს თავისი შეხედულებები გამოთქვამ იმ ფორმით, რომლის შესაძლებლობასაც კანონი და კონსტიტუცია იძლევა. საკონსტიტუციო რეფორმები და პოლიტიკური პროცესები. ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გიგი წერეთელი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი გახავთ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, საღამოშვიდობის ბატონ ზურაბ. მოგესალმებით ნადია. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ზურაბ, დავიწყოთ საუბარი იმით, რომ ალიანს გამიჯნულმა გია მაისაშვილმა განხეთქილების მიზეზად დაასახელა ალიანსის სხვა წევრი სუბიექტების თქვენს მოძრაობასთან თანამშრომლობის სურვილი. რამდენად მოსალოდნელია მსგავსი ალიანსი და მსგავსი თანამშრომლობა კოკო გამსახურდიასთან, გუგული მაღრაძესა და კაკო ასათიანთან? ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია ჩემი აზრით, ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ. ქონდა გია მაისაშვილს საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შეეტანა ალიანსის სხვა წევრების თქვენთან თანამშრომლობის სურვილში? როგორ გიპასუხეთ ამ კითხვას? კონსულტაციებსაც გამორიცხავთ მომავალში ბატონ ზურაბ. გია მაისაშვილთან? არა, დანარჩენ წევრებთან, რომლებიც არჩენა ალიანსის საქართველოსთვის. გიპასუხეთ უკვე, რომ ამას თავისუფლებისთვის უკაცრავად. ამას საუბარი ნაადრევია, ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარყოფ. კი ბატონო, გსურთ არა თქვენ საუბარი იმაზე, რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციურ სპექტრში ახლო მომავალში ძალთა ხელახალი გადანაწილება, ან ახალი გაერთიანებების, ან ახალი ალიანსების გამოჩენა? ამას ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა ალიანსები და გაერთიანებები ნამდვილად სასურველი იქნებოდა. თქვენ თუ არ გსურთ კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარი, გამორიცხავთ თუ არა იმას, რომ თქვენი მოძრაობა ახლო მომავალში შეიძლება ვიხილოთ ნებისმიერ სხვა ძალასთან კონსულტაციებში ჩართული? ნახოთ, მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერ. იმ შემთხვევაში თუ კი დღის წესრიგში დადგა არჩევნები, თუნდაც საპარლამენტო, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასეთ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი მოძრაობა, იქნება მარტო ასეთ შემთხვევაში? ნახავთ, როდესაც არჩევნების საკითხი დადგება დღის წესრიგში, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება რეალურად მსჯელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა დღევანდელი გადასახედიდან უკვე, რომ ჩვენ ბუნებრივია ვითანამშრომლებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან,
მაგრამ უფრო მჭიდროდ იმასთან, ვისთანაც გვექნება იდეოლოგიური და აზრობრივი თანხმედრა საკითხებს. კონკრეტულად რა საკითხებზე ბატონ ზურაბი? ყველა საკითხების მთელ სპექტრზე, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოწყობა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ დღეს ასეთ ძალებს არასაპარლამენტო ოპოზიციაში? მე ვფიქრობ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში ჩვენთან დაკავშირებით ამბობ თუ საერთოდ ერთმანეთთან ამ შემთხვევაში თქვენთან დაკავშირებით. ამას საუბარი ადრევია ჯერ. კი ბატონო. მოდით მაშინ ზოგადად ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მინდა გთხოვოთ შეფასებები ამ ხნის განმავლობაში, როცა მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი იყო ჩართული მის ორგანიზებაში, თქვენი მოძრაობა იდგა ცალკე და ცალკე მართავდა აქციებს საქართველოს რეგიონებში. რა იყო მიზეზი ამისა, თავად თქვენ გაემიჯნეთ დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს თუ მათ არ სურდათ ამ ეტაპზე თქვენთან თანამშრომლობა? ჩვენ მოქმედებდით თავიდანვე ჩვენი გეგმით გავაგრძელებთ მუშაობა არა მარტო საქართველოს რეგიონებშიც და თბილისშიც ჩვენ ვაგრძელებდით აქციებს ჩვენი გეგმის მიხედვით ჩვენ თავიდანვე კარგად ვხედავთ რომ სამწუხაროდ საზოგადოების განწყობა სააკაშვილის საწინააღმდეგო ჯერ კიდევ არ იყო გადაზრდილი მუხჩი და კონკრეტულ მოქმედებებში რაც გამოჩნდა კიდეც დადასტურდა ის რომ ბატონ ზურაბის რომ ამ ორგანიზებულ აქციებზე არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე იდგა ძალიან ბევრი ადამიანი. არა ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და ამ აქციებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს და ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების ცვლილებისკენ, მაგრამ საკმარისი რომ არ აღმოჩნდა ეს, ალბათ თქვენაც დამეთანხმებით, რომ ხელისუფლება ჯერ ხომ ისევ სააკაშვილს აქვს ხარ შეცვლილა. დიახ, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ ბრძოლა იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და ასეთ მოკლე ვადებში ისინი ვერ შეცვლიდნენ ხელისუფლებას. არა, კი ბატონო, ზუსტად ასეა, ზუსტად ამას ვამბობდი. დაახლოებით 2 თვის წინ, რომ ეს ბევრად უფრო ხანგრძლივადიანი ბრძოლაა, ეს მარათონი, ეს არ არის სპრინტი და შესაბამისად ჩვენ ამ მარათონში ჩვენი გეგმის მიხედვით მუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ ვაპირებდით და არც ახლა არ ვაპირებთ, რომ რაღაც კონკრეტული მონაკვეთის გარბენის დროს ზედმეტად დავიღალოთ და საერთოდ აღარ შეგვჭეს ძალა ბრძოლისთვის მომავალში. მე იმედი მაქვს, რომ სხვა ოპოზიციური ძალებიც შეინარჩუნებენ ძალას ბრძოლისთვის, იმიტომ რომ ბრძოლის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სადაც არაერთხელ მithქვამთ, ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ ოპოზიციის ქმედებებს, განსაკუთრებით 9 და 10 აპრილს, განსაკუთრებით 26 მაისს თუ გნებავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების ცვლილებისკენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაც მე მგონი რაც აქსიომაა, ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო ხელისუფლების თუნდაც რკინიგზის გადაკეთვა 26 მაისს თქვენს მაღალ შეფასებას იმსახურებს? მე ამ შემთხვევაში გულისხმობდი ხალხის რაოდენობას. და არა კონკრეტულ ხალხის რაოდენობას და არა კონკრეტულ მოქმედებებს. კი ბატონო, თქვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებების გზაზე. ამ ხნის განმავლობაში რა შედეგი დაუდგა ოპოზიციას? რა შეიცვალა ამ განმავლობაში საზოგადოებამ, ქართულმა საზოგადოებამაც, მსოფლიოს თანამეგობრობამაც კარგად დაინახა, რომ სააკაშვილი ამ ხნის პრეზიდენტი ვეღარ იქნება ძალიან მალე. მაგრამ ის სურათი, რაც მე ვიღეთ ბატონ ზურაბ, არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც იყო 9 აპრილის შემდეგ ამ აქციების ორგანიზატორი, მათი ნაწილი ამ არასაპარლამენტო ოპოზიციისა ირჩევს განსხვავებულ გზას. ნაწილი ამბობს, რომ საერთოდ ტაქტიკამ აქამდე არ გაამართლა, ნაწილი ამბობს, რომ დიალოგზე წასვლა არის აუცილებელი მიზნობრივი აქციების პარალელურად, ნაწილი კი თავის მოთხოვნებსა, მიზნებსა და შეფასებებში არის ბევრად უფრო რადიკალური. რა შეიძლება თქვენ როგორც გარედან შემფასებელი ამ პროცესებისა, რა გახდა ამის მიზეზი? და მე საერთოდ არ ვაპირებ სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედებების შეფასებას. ყველა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მიზანშეწონილად მიაჩნია, ვისაც სურს დიალოგს გამართავს, ვისაც რაღაც სხვა გზა აქვს არჩეული, სხვა გზით ივლის, ჩვენი გზით მივდივართ და შესაბამისად სხვას, რომელიც თავის გზას აერჩევს, ახლა ნებისმიერ შემთხვევაში ვერც გავაკრიტიკებთ, არც იქნებოდა ალბათ მართალი. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ არა ოპოზიციას და ოპოზიციას კი არ ვაძლევ შეფასებას, მე შეფასებას ვაძლევ საერთო სიტუაციას საქართველოში, საზოგადოების განწყობას და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ 9 და 10 აპრილმა და 26 მაისმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისთვის, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების ცვლილებისკენ. და რა ნაბიჯებს? ეს ნამდვილად ასეა, იმის მიუხედავად, თქვათ, რა გზას დაადგება დღეს ოპოზიცია 9 აპრილის ორგანიზატორები იქნებიან კვლავ ერთად, ცალ-ცალკე რაღაც ერთი კონკრეტული გეგმით იმოქმედებენ თუ რამოდენიმე გეგმით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა. საქართველოში ვითარება ძალიან მძიმეა.
ქვეყანა არ იმართება, ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად არაადეკვატური, ჩვენ ვართ დაძაბულობის კრიტიკულ ზღვართან ძალიან ახლოს და არჩევანი პრაქტიკულად გვაქვს ორ სხვადასხვა ვარიანტს შორის. ან იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები შემოდგომაზე, ან იქნება სამოქალაქო დაპირისპირება. ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ოპოზიციის აქციების მცირე რიცხოვნობა ხანდახან. ეს არის უკიდურესად გაბრაზებული, ყველაფერზე წამსვლელი ხალხი, მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლებაც, მთავრობაც, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ასევე ყველაფერზე წამსვლელი, ამიტომ ჩვენ აქედან უნდა მოვუძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც არ მიგვიყვანს საბოლოო ჯამში სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სისხლისღვრამდე. და ასეთი გამოსავალი არის საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად მიღება და არჩევნების დანიშვნა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს მომავალი საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს მთელმა ჩვენმა მოსახლეობამ ნათი. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, რომელიც ჩვენი აზრით უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მხოლოდ ერთი არჩევნები იქნება და სანიშნი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ ამ არჩევნების ამ ახალი სისტემის შესაბამისად პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური რაც ერთმევა მას ასეთ მოკლევადებში რამდენად წარმოგიდგენიათ? 100 მივიყვან ბოლომდე. ამ შემთხვევაში უკვე სახელმწიფოს მეთაური პარლამენტის მიერ არჩეული იქნება მხოლოდ და მხოლოდ და სხვა უფლებამოსილებები იქნება. თქვენ ახსენებთ შემოდგომა, ასეთ მოკლევადებში რამდენად შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და შემდეგ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე უკვე საპარლამენტო მოდელზე გადასვლა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება? შესაძლებელია ჩვენ სულ რამდენიმე თვეზეა საუბარი. შესაძლებელია ჩვენ ეს ერთხელ გაგვიკეთებია უკვე 95-მდე, როდესაც პარლამენტმა მაშინდელმა 2 თვის განმავლობაში მიიღო ახალი კონსტიტუცია აგვისტოში. იგივე დროში, ივნისში, ივლისში და აგვისტოში, უпроსტად ივლისში და აგვისტოში და შესაბამისად იმ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ჩატარდა არჩევნები შემოდგომაზე, რამაც მაშინ თავიდან აგვაცილა საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება. დღევანდელი ვითარება პირდაპირ პარალელები გავავლოთ იმ პერიოდთან ბატონო. აბსოლუტურად. დღევანდელი ვითარება ზუსტად ისეთივე მძიმეა, ზოგიერთ ვითარებაში უფრო მძიმეც, მე გულისხმობ პოლიტიკურ დაძაბულობას და პოლიტიკურ დაპირისპირებას და გამოსავალიც ანალოგიური უნდა იყოს. ამდენ რეალურად მიგაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, თქვენი ინიციატივა გათვალისწინებული იქნას თუნდაც სხვა პოლიტიკური პარტიების ან გნებავთ იმ საკონსტიტუციო კომისიის მიერ, რომელიც ცოტა ხანში უნდა შეუდგეს მუშაობას, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი მოსაზრება არ უნდა შედგეს ახალი კონსტიტუცია, არამედ ცვლილებების პროექტი უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ავტოდემეტრაშვილს, მის კვალიფიკაციაში ახლა ჩვენ მეგონი არავის ეჭვი არ გვეპარება, ის რომ ავტოდემეტრაშვილი და სხვა სპეციალისტები იურიდიულად და ტექნიკურად გამართულ დოკუმენტს დადებენ, ახლა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ კონსტიტუცია არ არის ლეგალური დოკუმენტი მხოლოდ და არა იმდენად ლეგალური დოკუმენტია, რამდენადაც ქვეყნის მართვის პოლიტიკური დოკუმენტი. და აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა კიდევ ერთხელ მეორებ ძალიან კვალიფიციური ადამიანების, თქვათ, იურიდიული მოსაზრებები, ექსპერტული მოსაზრებები, არამედ სააკაშვილის და მისი გარემოცვის, ან პირდაპირ თქვათ, სააკაშვილის პოლიტიკური არჩევანი, თუ რა გზით როგორ უნდა იმართებოდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უნდა მოვისმინოთ არა თქვათ სხვადასხვა ექსპერტული შეფასებები ამ საკითხზე, თუმცა ესეც შეიძლება მოვისმინოთ ცხადია, არამედ სააკაშვილმა კაფეოდ უნდა ჩამოაყალიბოს რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები დგას დღის წესრიგში, კაფეოდ მოხაზოს ვადა, როდის უნდა დასრულდეს საკონსტიტუციო ცვლილებები არა კომისიის მიერ, არამედ პარლამენტის მიერ, რომ როდის უნდა იქნას ეს ცვლილებები მიღებული და რა ვადებში უნდა იქნას დარჩენილი არჩევნები, რავადებში უნდა იქნას დარჩენილი დანიშნული არჩევნები. ამ შემთხვევაში ამ კომისიაში მუშაობას ნამდვილად ექნებოდა აზრი, თუმცა გუშინვე ამ ჩვენს იმედებს სააკაშვილმა პრაქტიკულად ცივი გადაასხა, მან საკონსტიტუციო კომისიას, როგორც ჩვენ ვიცით, მისცა ვადა 31 დეკემბრამდე, რომ ადამიანი გვაშაყირებს პრაქტიკულად 31 დეკემბრამდე საქართველოში ბევრი ისეთი რამ მოხდება, ნათია გარწმუნებთ, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეიძლება საერთოდ სრულად უაზროს გახდეს. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? იგივეს გულისხმობ, რაც დასაწყისში გითხარით. ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სამოქალაქო დაპირისპირებას ან საქართველოში რევოლუციურ განვითარებას და არჩევნებს შორის. და არჩევანი უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, იმიტომ რომ
მთავრობას, ხელისუფლებას, სააკაშვილს და მის გარემოცვას ეკისრება პასუხისმგებლობა შემდგომში, აქამდეც, მაგრამ შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე. თუ კი ხელისუფლება წავიდა იმაზე, რომ დანიშნოს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები, ამავე ყოველ შემთხვევაში მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში. ეს არ იქნება მეტნაკლებად განმუხტვა ვითარების, ან ცდილობა იმისა, რომ ამ პროტესტის მუხტი შედარებით მინელდეს და სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ავიცილოთ თავიდან. ჩვენ ისეთ მოდელზე ვსაუბრობთ, ჯერ მოდელზე ვიტყვი ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ყველას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც და არჩევნებში შეუძლია დაუმტკიცოს საზოგადოებას და ოპოზიციასაც რისი გამკეთებელია. ბუნებრივია თუ იქნება არჩევნების შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები, ესეც იქნება, ასე ვთქვათ, გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ მართლა რომ ვთქვათ, ძალიან მეტ ვიმეპარება, რომ ეს ვითარების განმუხტვის მიზეზი აღმოჩნდეს. უფრო მეტიც მე ვფიქრობ, რომ არჩევნებს სააკაშვილი ახლა უდაოდ წააგებს, თუ მან კვლავ სცადა არჩევნების გაყალბება და გაყალბებით ხელისუფლებაში დარჩენა, ამას ავტომატურად მოყვება სამოქალაქო დაპირისპირება, ხოლო თუ არჩევნების შედეგად მან დაკარგა პარლამენტი, ესეც უდაოა პარლამენტი პირველივე გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოუცხადებს მას იმპიჩმენტს წაგებული ომის და დაკარგული ტერიტორიების გამო. და მოვლენების განვითარება იქნება ძალიან, ასე ვთქვათ, ტრივიალური, ასე ვთქვათ, სათქმელად, მაგრამ ძალიან ძიმე ჩვენი საზოგადოებისთვის. კარგი, და რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, ბატონ ზურაბა, თქვენ მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება საბოლოოდ ერთვებით თუ არა კომისიის მუშაობაში? თუ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი თქვენი პირობები იქნება დაგმოყოლებული? არა, ჩვენ არაფერი პირობები არ წამოგვიყენებია, ჩვენ ვაპირებდით მართლა რომ გითხრათ ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას ყოველგვარი წინა პირობების გარეშე. ახლა კომისიაში მუშაობის დროს ვერ იტყვი ადამიანი რომ მაინც და მაინც ეს კანონ პროექტი განიხილოს ანის, აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვადები, მართლა რომ გითხრათ, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ გითხრეს რომ ეს კომისია შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად და შესაბამისად იმ პროცესში, რომელიც შედეგს არ მოიტანს არანაირად. აბსოლუტურად ეს პირდაპირ გითხრა სააკაშვილომ, რომ ეს კომისია იმუშავებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის გამიზნული ქვეყანაში ვითარების განსამუხტავად და ახლა ჩვენ თქვენ უბრალოდ დროის დაკარგვის თავი ნამდვილად არ გვაქვს. ახლა მე მაინც არ ვაკლინებ ამ შემთხვევაში თვითონ უშუალოდ კომისიის მუშაობას, მე ვფიქრობ რომ ეს სამუშაო მაინც სასარგებლო იქნება უკვე ნამდვილად არა დღევანდელი ვითარების განსამუხტავად, დღევანდელი პოლიტიკური დაძაბულობის განსამუხტავად, არამედ მე მგონი შესრულდება ძალიან მნიშვნელოვანი და კვალიფიციური სამუშაო, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენ უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში თუ კი ვადები იქცევ იქნა საუბარი დეკემბრის ბოლოს, თქვენ მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთვებით კომისიის მუშაობაში. ჩვენ არ ჩაერთვებით ამ კომისიაში. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს და საარჩევნო რეფორმის დასახვეწად მომუშავე ჯგუფს, ამ შემთხვევაში განიხილავს თუ არა თქვენი მოძრაობა მასში ჩართვას? ნახოთ უნდა აქაც რამდენად სერიოზული იქნება თქვათ დამოკიდებულება ადამიანების. არა, მიმდინარეობს ამ ჯგუფის მუშაობა, თქვენ ვერ დაინახეთ რამდენად სერიოზულია ის საკითხები, რასაც ისინი განიხილავენ. რომ მიდის ეს კარგად ვიცი მეც ნათია, მაგრამ რამდენად სერიოზულად მიდის ამ ჯგუფის მუშაობა, ამას ვერ ხედავ ჯერჯერობით. ვნახავთ ამას ახლა უფრო დეტალურად, თუ რეალურად დღის წესრიგში დგას. კონკრეტულად ვიძახის. ჩვენთვის ამოცანა კი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური დოკუმენტის მიღება. ჩვენთვის ამოცანაა საქართველოში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა. გამიგეთ? და თუ ამოცანა დადგება ასე, ამ შემთხვევაში უკვე საარჩევნო კოდექსზე ვილაპარაკებ, რომ აი არჩევნები დაინიშნება რაღაც ვადაში. ვთქვათ, ეს ვადა არის რაღაც შემოდგომაზე არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ვადა და მანამდე არის აუცილებელია ყველას კარგად მოგვეხსენება ახალი საარჩევნო კოდექსის და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის მიღება, მაშინ თქვა თუ კონკრეტულად გამოცხადდება მთელი გეგმა, მაშინ არაა გამორიცხული ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, მაგრამ თუ საუბარია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, რომელიც არის გამიზნული მე არ ვიცი 2013 წლის აბსტრაქტული არჩევნებისთვის, რომ სადამდეც ჩვენ შეიძლება როგორც ქვეყანამ ვერ მივაღწიოთ. როგორც ქვეყანა ვერ მივაღწიოთ, როგორც სამთავრობამ კი არა. როგორც ქვეყანა ვერ მივაღწიოთ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დამიჯერეთ აბსტრაქტული ცნება, იმიტომ იმასობაში სააკაშვილი რომ ვერ მიაღწევს 2013 წლამდე როგორც პრეზიდენტი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ აქ საკითხი ასე დგას, მივაღწევთ თუ არა ჩვენ 2013 წლამდე როგორც ქვეყანა, როგორც საქართველო.
მაგრამ თქვენი გეგმაც რამდენიც მახსოვს და რამდენიც ადრე თქვენ არაერთხელ ინტერვიუში გავუსვით ხაზი, საკმაოდ გრძელვადიან მოქმედებაზე იყო გათვლილი, გრძელვადიან ტაქტიკაზე. რას გულისხმობს ამ შემთხვევაში თქვენი გრძელვადიანი მოქმედება? მხოლოდ რამდენიმე თვე შემოდგომა. ჩვენ საკმაოდ მოთმინებით უდგებით ამ საკითხს, ჩვენ მოქმედებით ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ საკმაოდ მომთმელი ვართ და ვიმოქმედებთ აუცილებლად თანმიმდევრობით, მოიცდის თუ არა საქართველოა ეს საკითხი. ბოლო ეტაპი რა შეიძლება იყოს თქვენი გეგმის სავარაუდოდ რა ეტაპი განსაზღვრულია ხვალ? ჩვენ ვადებზე სპეკულირებას ნამდვილად არ ვაპირებთ. მე არ ვაპირებ რომ დავასახელო რაღაც ვადა და შემდეგ ამ ვადების ტყვეობაში აღმოჩნდე ამას ბევრჯერ დათური სამსახური გაუწევია ჩვენთვის ქართველებისთვის. გაგიდა ბოლოს კითხვა ბატონ ზურაბ ოპოზიცია. თქვენ ამბობთ რომ გამოსავალი არის ან არჩევნების შემოდგომაზე ან ქვეყანაში შეიძლება მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიციაც კატეგორიულად ითხოვს ასევე ვადებნელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, თუმცა ამ საკითხს ეს თქვენთვისაც არ ახალია, ხელისუფლება არ განიხილავს და ხაზს უსვამს რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი 2013 წლამდე და მხოლოდ 2013 წელს დაინიშნება საპრეზიდენტო ჩატარდება მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ ვითარებაში, რეალური გამოსავალი, როდესაც ერთი მხარეც და მეორე მხარეც თავის არგუმენტებში არის შეუვალი და ჩანს რომ ამ ეტაპზე უკომპრომისო. მე მეპარება რომ მთავრობა არ განიხილავდეს სააკაშვილის და მისი გარემოცვა სერიოზულად არჩევნებს. შეიძლება არ განიხილავს საპრეზიდენტო არჩევნებს, მაგრამ უდაოდ განიხილავენ საპარლამენტო არჩევნებს, ეს ყველაფრიდან კარგად ჩანს. მეც ჩემი დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულებაც ის არის, რომ საქართველოს მომავალი უნდა განსაზღვროს საქართველოს თელმა მოსახლეობამ და არა მხოლოდ მის აქტიურმა ნაწილმა, რაცაც სამწუხაროდ ამ უახლოეს წარსულის განმავლობაში მუდამ ვაკეთებდით ხოლმე ჩვენ, ხან რევოლუცია, ხან სისხლიანი, ხან უსისხლო მშვიდობიანი, მაგრამ მაინც რევოლუცია, როდესაც საქართველოს მომავალს განსაზღვრავდა პოლიტიკურად აქტიური მისი ნაწილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დადგადრო, რომ საქართველოს მომავალი განსაზღვროს თელმა ჩვენმა მოსახლეობამ, თელმა ჩვენმა ქვეყანამ, ეს შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არჩევნები ან სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამწუხარო ალტერნატივა და ახლა არჩევანი უნდა გააკეთოს სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველას, მათ შორის მათაც უნდა გქონდეთ ამ არჩევანში მონაწილეობის მიღების საშუალება, ანუ საქართველოს მომავლის განსაზღვრაში მიღების მონაწილეობა. ეს არის თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე დღეს შემიძლია ვთქვა. დანარჩენი მოვლენები განვითარდება იმის მიხედვით, კი არა ვთქვა მე და თქვენას როგორ რას ვილაპარაკებთ დღეს, არამედ იმის მიხედვით თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა. დამოკიდებულია თუ არა მოვლენების განვითარება იმაზე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხელისუფლება და ოპოზიცია, თუ კი შედგა რეალური დიალოგი და ჩაერთვებით თუ არა თქვენ ამ დიალოგში ასეთ შემთხვევაში. მე ვერ ხედავ დიალოგს, მე ვხედავ დიალოგის იმიტაციას. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო კომისია ჯერჯერობით დიალოგის იმიტაცია მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით, რასაც ვხედავ საარჩევნო კოდექსზე მუშაობაც ძირითადად იმიტაცია ასევე დიალოგის, სხვა საკითხების განხილვაც დიალოგის იმიტაცია მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის იმიტაციაში ჩვენ ნამდვილად მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ იქნება სერიოზული დიალოგი, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ სიტუაციის შეფასებას. ჯერჯერობით ჩვენ კარგად ჩვენ ჯერჯერობით კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა, ნათია, აქედან ვხედავთ ჩვენ რომ დიალოგი არის არასერიოზული, ცდილობენ დროის გაყვანას, სააკაშვილის ტაქტიკაა, რომ გადააგოროს გაზაფხული, მას გონია რომ მოძლიერდება შემოდგომაზე, არადა ჩვენ გველოდება ძალიან მძიმე შემოდგომა, ბევრად უფრო მძიმე ვიდრე სააკაშვილს წარმოუდგენია, ხალხი ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღით, ხელებს იფშვნეტენ, გონიათ რომ გადააგორეს ეს გაზაფხული, გონიათ რომ ოპოზიცია ასე ვთქვათ დაამარცხეს, სიტყვა დაამარცხეს ბრჭყალებში, ამასობაში ქვეყანა რომ ინგრევა, ეს ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებდა. შედეგები იქნება ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე, ძალიან სავალალო, ჩვენ ვხედავთ არასერიოზულ, არაადეკვატურ დამოკიდებულებას სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან და შესაბამისად ამაზე პასუხს აგებენ ისინი აუცილებლად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ეს ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი. დაგველოდეთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. ეს
დღეს პირველი თემა პირდაპირ ეთერშია ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ავთანდილ დემეტრაშვილი, ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრი კომისიის მდივნობის კანდიდატი თენგიზ შარმანაშვილი, საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე. საღამოშვიდობის ბატონებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. სანამ იმაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებები უნდა გატარდეს, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს კომისიამ, ბატონო ავთანდილ, როდისთვის შეიძლება საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო დაკომპლექტება და მისი მუშაობის დაწყება ვივარაუდოთ? ჯერჯერობით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, უნდა მოხდეს ამ კომისიის ლეგალიზება. ამისთვის ხვალ მე სამუშაო ჯგუფს უკვე წარუდგენ პრეზიდენტის აქტის პროექტს, რომელშიც იქნება დაფიქსირებული, რომ იქმნება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, დაინიშნება მისი თანამდებობის პირები და პრეზიდენტი შესთავაზებს გარკვეულ სუბიექტებს საზოგადოებრივი ურთიერთობის წარმოადგენონ თავისი კანდიდატურები. ეს იქნება 5 კომპონენტი არის, ეს არის პოლიტიკური სპექტრი, ეს არის რეგიონები, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების განშტოებანი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები და რეგიონის წარმომადგენლები. სულ სავარაუდოდ რამდენი ადამიანი? 60-70-მდე ცოტა გაიზარდა, თავდაპირველად ჩვენ ვარაუდებთ 50, 60 იყოს, მაგრამ ცოტა იზრდება და ნახოთ, ხვალ კიდევ იქნება კონკრეტულ სუბიექტებზე, კონკრეტულ პერსონალიებზე იქნება მსჯელობა. შეიძლება მოაკლდეს გარკვეული რაოდენობა, მაგრამ 60-ის ფარგლებში ეს მინიმალური რაოდენობა. და არის თუ არა საბოლოოდ გამოკვეთილი ამ ეტაპზე რა ტიპის პროექტი, რა ტიპის ცვლილებები უნდა დადოს კომისიამ? იყო თავდაპირველად საუბარი კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე, არის საუბარი კონსტიტუციის ცვლილებებზე, არის თუ არა ეს ჩამოყალიბებული? ჯერ ნორმატიული სახით ასეთი დებულება არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მე როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატი კატეგორიულად ვითხოვ, რომ ეს იყოს კონსტიტუციის ნაწილობრივი გადასინჯვა, რომლის შედეგი ალბათ იქნება კონსტიტუციის ახალი რედაქცია. არსებული კონსტიტუციის ახალი რედაქცია. ანუ ეს არ იქნება ახალი კონსტიტუცია. და არა ახალი კონსტიტუცია. ბატონ ვახტანგ, თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? სავსებით ვიზიარებ ბატონი ავთანდილის ამ მიდგომას. ნიშნულოვან და არსებით გადამუშავებას საჭიროებს კონსტიტუციის ის სამი თავი, რომლებსაც ქვია პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, აგრეთვე ის რაც გამომდინარეობს აქედან, თქვათ ფინანსებთან, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები, გარკვეული ცვლილებები არის საჭირო, ჩემი აზრით, სასამართლო ხელისუფლების ნაწილშიც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჯობს, თქვათ, ხელი არ ვახლოთ იმ ნაწილს, რომელსაც ქვია ადამიანის უფლებები, მეორე თავი. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი საერთო შეფასებით, როგორც აქაური, ისევე უცხოელი ექსპერტებისა, ეს თავი არის ძალიან კარგად დაწერილი და კარგად არის შესაძლებელი მის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელისხლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს. ამიტომ ის რაც კარგია, ჯობს იმას ფაქიზად მოვეპყრათ. და რაც შეხება იმ საკითხებს, რაზეც მოგიწევთ მუშაობა, რამდენად რთული და შრომატევადი სამუშაოს გატარება მოუწევს კომისიას, რამდენად ბევრია ასეთი საკითხი ბატონ ავთანდილ, რამდენად ბევრი საკითხია შესაძლებელი? მე ვფიქრობ, ყველაზე რთული საკითხი ორი არის აქ, ერთი არის პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელმწიფო ურთიერთობებში, ვინაიდან ეს ასთა სხვადასხვაობა არსებობს ამის თაობაზე. და ის საკითხი, რომელიც ტერიტორიულ მოწყობას ეხება, თუ ეს საკითხი საერთოდ დადგა. ვფიქრობ, რომ ალბათ ყოველ შემთხვევაში არა სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის პრობლემა, არამედ ადმინისტრაციული ტერიტორიული მოწყობის საკითხი მაინც უნდა იყოს განხილული. ანუ რეგიონალიზმის პრინციპზე ავაგებ ჩვენს უნიტარული ტიპიური უნიტარულ სახელმწიფოს ავაგებ. ვინაიდან ამასთან არის დაკავშირებული ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობა და გადანაწილებაც. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს აწყობილი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხელისუფლების დანაწილების საფუძველზე, მაშინ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფის საკითხიც უნდა იყოს განხილული. კარგით, მოდით მიმართულებებზე ცოტა მოგვიანებით დავკონკრეტდეთ. ბატონ თენგიზ, ასევე დავა გამოიწვია ვადებმა. რა ვადებში უნდა დადოს საბოლოო შედეგი კომისიამ? თავდაპირველად მაგალითად უმცირესობამ დაასახელა 31 დეკემბერი, მაგრამ ზოგიერთმა ასევე დაასახელა ხელისუფლებამაც, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ძალიან გახანგრძლივებულად მიიჩნია ეს ვადა, თუნდაც ბატონი ზურაბ ნოღაიდელი საუბრობდა ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში, რომ შედეგის დადება შეიძლება რამდენიმე თვეშიც, 2-3 თვეში. ეს არის უკიდურესი ვადა, ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ანუ ეს არის უკიდურესი ვადა, როდესაც უნდა დაიდოს.
არ ვიცი სხვებს რა წარმოდგენა აქვთ, რამდენად მარტივია ეს სამუშაო, რომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს სამუშაო მარტივი არ არის. ამ ნამუშევარმა უნდა გაიაროს საკმაოდ სერიოზული ექსპერტიზები უცხოეთშიც, ვენეციის კომისიაში, ასევე სხვა ცენტრებში, სადაც კონსტიტუციონალიზმზე მუშაობენ. შემდგომში ეს შენიშვნები მათგან მოსული უნდა იყოს განხილული, ეს გარკვეულ დროს წაიღებს, იმიტომ რომ არ არის განწყობილი, რომ მიიღოს რაღაც ნახევარფაბრიკატი მასალა იმის გამო, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი იყოს, ეს კონსტიტუციაა და ყველა იურისტისთვის ეს განსაკუთრებულ დოკუმენტს წარმოადგენს, ასე რომ 31 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, არა უგვიანეს 31 დეკემბრისა, მაგრამ ეს ვადა აუცილებლად მე ვფიქრობ ალბათ საჭირო იქნება. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერთი კონკრეტული ოპოზიციური ძალის ლიდერმა, თუნდაც ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა გამორიცხა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვა. რამდენად მნიშვნელოვანია შედეგისთვის და ამ კომისიის მიმართ საზოგადოების ნდობისათვის ის, რომ პოლიტიკური ჩართულობა სრულად იქნას უზრუნველყოფილი. ესე იგი ძალიან არაეფექტურად უნდა აზროვნებდე კაცი, რომ ფიქრობდე, რომ თუ ნაკლები პოლიტიკური ძალები მიიღებენ ამაში მონაწილეობას, უფრო დიდ ეფექტს მიიღებ. არა, რა თქმა უნდა, კომისიის კარი ნებისმიერ ეტაპზე მისი მუშაობისა უნდა იყოს ღია და თუ შეიცვლება პოლიტიკური რეალები და ვითარება და ვინმეს გაუჩნდება სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა თუნდაც შემდგომ ეტაპზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ეს კარი არ უნდა დაიხუროს. ჩვენ ამის მომხრეები ვიქნებით და მომხრეები ვიქნებით იმისა, რომ რაც შეიძლება ფართო სპექტრმა მიიღოს პოლიტიკური სპექტრმა მიიღოს მონაწილეობა ამ მუშაობაში. ბატონ ავთანდილ, თქვენ სურს იგივე კითხვა დაგისვათ, მაგალითად საპარლამენტო უმცირესობის იდეა იყო, რომ ის პოლიტიკური ძალები ჩაერთონ, რომლებმაც არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს. რამდენად მნიშვნელოვანია სრულად იყოს პოლიტიკური სპექტრი ჩართული მუშაობაში? რა თქმა უნდა, კონსტიტუციის მასშტაბური გადასინჯვა ყოველთვის შედეგიანი და ლეგიტიმური არის. მისი ხარისხი უფრო მაღალი იქნება თუ საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული. ანუ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა მიიღებს მასში მომზადება განხილვა მიღებაში. მაგრამ ორთვიან ვადაში კონსტიტუციის მასშტაბური გადასინჯვა ეს პრაქტიკულად შეუძლებელი არის. ბატონი თუ არ ვცდები პეტრე მამრაძე ასახელებს იმ პროექტს, რომლის შემუშავებაში მე და ვახტანგ ვიღებდით მონაწილეობაზე, რომელსაც პირობითად ჩიკაგოს ვარიანტს უწოდებენ. ის არის მხოლოდ ის მხოლოდ 15-ში იყო ეს. ის არის მხოლოდ ფრაგმენტი ერთი კონსტიტუციის გადასინჯვის და არა მთლიანად კონსტიტუცია და მით უმეტეს არა დღევანდელი პირობების გათვალისწინებით. იქ იყო ნახევარ საპრეზიდენტო რესპუბლიკის ელემენტები, საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები. ნუ ცოტა რთული არის, ეხლა აიღო ის პროექტი და გადმოიტანო. ისევე არარეალური არის ბატონ ბაგორ გულუას წინადადება, რომ მოდი გავაუქმოთ ყველაფერი, რაც იყო მიღებული 2004 წლის 6 თებერვლის შემდეგ და ამით აღვადგინოთ სტატუს კვო. ერთი პირვანდელი ტექსტიც არის შესაძლებელი. იქ რაღაცები იყო ისეთი ფრაგმენტები, რომელიც დღევანდელი ხედვიდან ალბათ მიუღებელი არის საზოგადოებისათვის. მაგრამ მაშინ იმ დროს ეს იყო რაღაც კომპრომისის შედეგი. ვარიანტი იყო და ამიტომ იყო მიღებული ესეთ. ნუ კიდე სხვა ვარიანტებიც იყო. ამიტომ მე ფიქრობ, რომ გონივრული ვადა არის ახალ წლამდე მიღება. ნუ თავარი მან შეიძლება მიღებაც არ იყოს, მისი ამოქმედების პრობლემა არის. კარგით, რაც შეეხება მიღებას დავა გამოიწვია თავდაპირველად რა ფორმით მოხდება შემდგომში ამის მიღება დაამტკიცებს პარლამენტი თუ გავა რეფერენდუმზე, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით მანდ ბატონ ვახტანგი მინდა ჩავთო იმ საკითხში, რასაც საუბრობდით, რამდენად მნიშვნელოვანია სრულად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკური პარტიები. თქვენ საუბრობდით სატელევიზიო ინტერვიუებშიც ბატონ ვახტანგი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განაპირობებს კიდეც საზოგადოების ნდობას და დამოკიდებულებას ამ კომისიის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოდით თქვათ ასე კონსტიტუციონალისტი ქვეყანაში არის ცოტა. ფართო საზოგადოება ვერ იქნება კონსტიტუციონალისტი. შესაბამისად, ეს ფართო საზოგადოება დასკვნებს აკეთებს კონსტიტუციის ვარგისიანობის თუ უვარგისობის შესახებ იმ ათაზრზე დაყრდნობით, ვისაც ის ენდობა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, რომ მეტნაკლები გავლენის მქონე პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მათი მონაწილეობის გარეშე დადებული ტექსტის მიმართ ნდობის ხარისხი არ იქნება მაღალი. მაგრამ დღეს ისეთი ვითარებაა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია უარს აცხადებს საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობას და ამის მიზეზები არაერთგზის ვთქვათ, მე უბრალოდ ახლა არ მოვყვები ამას. სასურველია შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ აი ეს მიზეზები, რის გამოც
უარსამობს არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და თუმცა იმავდროულად ამბობს იმასაც, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა არის სრულიად აუცილებელი. ამიტომ საჭიროა ხელისუფლება ვიფიქროს იმაზე, რომ შექმნას ის წინაპირობები, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მომზადეს ეს კონსტიტუციური ცვლილებები, ასე ვთქვათ, შვიდ გარემოში. რა შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯები და რამ შეიძლება ასეთი წინაპირობები შექმნას ბატონ ვახტანგ? არასაპარლამენტო ოპოზიციას დაყენებული აქვს, ვთქვათ, დასმული აქვს რა თქმა 6 საკითხი და ჯერჯერობით არც ერთზე ამ 6-დან გარდა ერთისა კონსტიტუციის გადასინჯვა. ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ ქონია. ახლა რას შეიძლება ხელისუფლებას არ ქონია რეაქცია ამ 6 საკითხიდან პირველ საკითხთან თავარსა ოპოზიციის მოთხოვნაზე პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები რა იმის გარდა ხო სხვა საკითხებიც არის. მასზე არაფერი არ უთქვამს ხელისუფლებას. თუმცა იყო ასეთი შეფასებებიც, რომ ერთგვარად ოპოზიციის 6 პუნქტიანი გეგმა გარდა პირველი პუნქტისა იმეორებს ხელისუფლების 5 პუნქტიან შემოთავაზებას. მე მაინც ამას ვერ დავეთანხმები. არ არის ეს გამეორება. კი ბატონო, მოდი. მაგრამ თუ გამეორება არის, მით უფრო მაშინ დაასხდნენ მაგიდასთან და შეთანხმდნენ რაღაცეებზე. კი ბატონო, ბატონ ვახტანგ, თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ კონსტიტუციონალისტი ქვეყანაში არის საკმაოდ ცოტა. ამ თირორიცხოვანი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი თქვენ ბრძანდებით, თქვენ როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი განიხილავთ თუ არა მონაწილეობას ჩართვას კომისიის მუშაობაში. ზოგადად მე კონსტიტუციას უყურებ, კონსტიტუცია მიმაჩნია ზეპარტიულ აქტად და მე კონსტიტუციის განხილვისას არასოდეს არ გამოვდივარ, თქვა რაღაც პარტიული პოზიციებიდან. მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამას მოჰყვეს სასიკეთო შედეგი. სასიკეთო შედეგში მე გულისხმობ გამოსვლას იმ პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს ვართ. შედეგის დადებას აყენებთ ეჭქვეშ ბატონ ვახტანგ თუ ამის გათვალისწინებას? თქვათ, ჩემი აზრის გათვალისწინებასაც მე ჯერ არ ვიცი როგორი იქნება, თქვათ, სტრუქტურა, პროპორციები სხვადასხვა კომპონენტებს შორის. მე არ ვიცი ის ექნება თუ არა კომისიას საშუალება იმუშავოს პოლიტიკურად მეტნაკლებად შვიდ ვითარებაში. არადა ჯერჯერობით არანაირი ნიშნები არ ჩანს იმისა, რომ ეს არსებული ვითარება რაღაცნაირად დამშვიდდება. მე არ ვიცი არც ის თქვათ ტექსტის შემუშავების შემდეგ რა მოხდება, რაზე იქნება თანახმა ხელისუფლება. მაგალითისთვის ვიტყვი, თქვათ მან მიიჩნია, რომ ეს ცვლილებები არის მისაღები, მიიღო ცვლილებები, მაგრამ ყველაფერი დარჩა ისეთივე, დარჩა იგივე პარლამენტი, დარჩა იგივე პრეზიდენტი, დარჩა იგივე მთავრობა, დაუშვათ. მაშინ რა შეიცვლება, როდესაც მე თვალწინ მაქვს ჩვენი ხელისუფლების მიერ მრავალგზის დარღვეული ის კანონები, რომელსაც თავად იღებდა. მაშინ რა გარანტია იმისა, რომ ეს ხელისუფლება დაიცავს, თქვათ, იმ ახალ ცვლილებებს, რომელიც იქნება მიღებული. ასე რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. კი ბატონო, რამდენად შეიძლება ეს ერთგვარი წინაპირობები და გარანტიები იქნას შექმნილი წინასწარ ბატონ ვახტანგ, სანამ დაიწყებს კომისია მუშაობას. იმისათვის, რომ უზრუნველყოთ თუნდაც მაქსიმალური ჩართულობა. მე ამ კითხვაზე პასუხისგაცემა გამიჭირდება, მე არა ვარ პოლიტიკოსი, ეს არის პოლიტიკური შეთანხმების საგანი. რაც შეეხება შესაძლო ჩართვას აი ამ სოციალურ დაძაბულების პროცესში კონსტიტუციური რეფორმის, მე ვთვლი, რომ კონსტიტუციური რეფორმას გარკვეული სოციალური ფუნქციაც გააჩნია კონკრეტულ სოციალურ გარემოში, კონკრეტულ სოციალურ დროში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კონსტიტუციურ რეფორმას გარკვეული წვლილი შეუძლია შეიტანოს კონფლიქტის მოგვარებაში. მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ კონსტიტუციური რეფორმა გადაწყვეტს ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მაგრამ შესაძლებელია შეასრულოს გარკვეული მარეგულირებელი ფუნქცია. კი ბატონო, დაუბრუნდები ისევ იმ საკითხს, რამაც უკვე ახსენე გამოიწვია ასრთა სხვადასხვაობა, როგორ მოხდება ახალი მოდელის დამტკიცების პროცედურა, რამაც გამოიწვია დავა უნდობლობა თუ შეიძლება ასე დავთქვათ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ბატონ თენგის რეფერენდუმზე გატანა თუ პროექტის პარლამენტის მიერ დამტკიცება, რას განიხილავს ამ ჩვენ ვართ კონკრეტ და ამას კარგახანია ვაცხადებთ, ეს სიახლე არ არის, რომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ რეფერენდუმზე ამ პროექტის გატანას.
ვინაიდან მხოლოდ პარლამენტის მიერ ამ ცვლილებების ფუნდამენტური გადასინჯვის ლეგიტიმაცია არ იქნება საკმარისი, ეს ყოველდღე წარმოუდგენელია და უნდა მიიღოს ხალხმა მონაწილეობა ამ აქტის ლეგიტიმაციაში. ამას სჭირდება მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებები და ასევე კანონმდებლობაში ცვლილებები, რომ ეს ასე მოხდეს. ამიტომ ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმების საგანი, მაგრამ ამ საკითხზე ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, ძალზედ პრინციპულები და მხოლოდ ესე იგი კეთილი ნებით, მხოლოდ სიტყვის მიცემით, რომ ჩვენ თქვენს მიერ მომზადებულ პროექტს აღარ შევეხებით პარლამენტში და მხოლოდ ფორმალური იქნება იქ განხილვა, ეს არ გამოდგება არგუმენტად არც ჩვენთვის და არც იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ვიწევთ ჩვენ ამ საკონსტიტუციო კომისიაში სამუშაოდ, აი თუნდაც ბატონი ვახტანგისთვისაც არ გამოდგება ეს არგუმენტად. ამიტომ ეს გარანტიები უნდა იყოს სამართლებრივი გარანტიები და არა სიტყვის მიცემა, მხოლოდ სიტყვის მიცემა ეს წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენთვის რეფერენდუმს აქვს განსაკუთრებული და პრინციპული მნიშვნელობა. კი ბატონო, მე განსაკუთრებული მოსაზრება ამის თაობაზე. მე ვთვლი, რომ კონსტიტუციის ლეგიტიმაციაში, იმ პროექტის ლეგიტიმაციაში, ანუ დამტკიცებაში, მიღებაში, რომელიც უნდა მოხდეს საკონსტიტუციო კომისიაში შემუშავებელ პროდუქტს, უნდა მონაწილეობდეს 4-ვე სუბიექტი. ეს არის საკონსტიტუციო კომისია, ეს არის პრეზიდენტი, ეს არის პარლამენტი და რაც მთავარია, ხელისუფლების წყარო ხალხი. თანმიმდევრობა აქ შესაძლებელია ასეთი იყოს. საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო პროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე. შემდეგ ის შედის პარლამენტში, როგორც არის გათვალისწინებული დღევანდელი კონსტიტუციით, ეს პროცედურა პირდაპირ არის გაწერილი. აი ერთ თვიან ვადაში, რომელიც არის კონსტიტუციით გათვალისწინებული საყოველთაო განხილვისათვის, იმართება პლებისციტი ან რეფერენდუმი, ეს გადასაწყვეტი არის. ამ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა უკვე არც პარლამენტს შეუძლია, აღარც პრეზიდენტს, მაგრამ ფორმალურად მონაწილეობს ერთის და მეორეს მონაწილეობს. ამიტომ მე ვთვლი, რომ უფრო ლეგიტიმური ყველა მხარისათვის მისაღები პროცედურა იქნება ეს 4-ვე სუბიექტის მონაწილეობა. გასაგებია ბატონო ვახტანგ, თქვენი მოსაზრება როგორია ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ერთი არის ჩემთვის სრულიად ცხადი, რომ მე ვფიქრობ დღევანდელ პარლამენტს არ უნდა კონდეს, ასე ვთქვათ, რაიმე პრეტენზია იმაზე, რომ მან შეცვალოს კონსტიტუცია. ჩემი აზრით, ამ პარლამენტს ამის უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს. ანუ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს უნდა გააკეთოს ხალხმა. სხვადასხვის აი ის სქემა, რომლებზეც ბატონმა თენგიზმა და ბატონ ავთანდილმა თქვეს, ორივეში მთავარი სუბიექტი არის ხალხი. იმ განსხვავებით, რომ ბატონ თენგიზის ნათქვამში ის არის ერთადერთი სუბიექტი რეალურად. კომისია ამზადებს და რეფერენდუმი ამტკიცებს. პარლამენტიც არის არჩეული ხალხის მიერ, თუმცა სხვა საკითხია რამდენად. აი სხვა საკითხია რამდენად არის ხალხი რამდენად ემდობა ამ პარლამენტს. კი ბატონო. და იმ სქემაში, რომელიც ბატონმა ავთანდილმა თქვა, იქ ისე თავარი სუბიექტი არის ხალხი, მაგრამ იქ მონაწილეობენ ხელისუფლების სხვა განშტოებების და მე სავსებით ვეთანხმები. რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლება პარლამენტს უბრალოდ არ ექნება. და თავარი სქემა ეს ბატონო ვახტანგ, ეხლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის თავარი არის ერთი, რომ რა მოდელიც არსებობს დღეს მოქმედ კონსტიტუციაში, ნაწილობრივი ან ზოგადი გადაწყვეტილება, ამის გამოყენება არის ყოველდღე დაუშვებელი. ამიტომ ჩვენთვის თავარი არის რომ გავიდეს რეფერენდუმზე და რა თქმა უნდა მოლაპარაკების საგანია და თუ დავინახავთ საღას რომ შემოვიდეს სხვა ელემენტებით ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნება. ამიტომ ეს ხისტი პოზიცია არ არის. ხისტი იქნება იმ შემთხვევაში რომ მხოლოდ არსებულ მექანიზმზე ვისაუბროთ რაც დღეს არის. და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორი უნდა იყოს მოწყობის მოდელი საპრეზიდენტო რესპუბლიკა თუ საპარლამენტო რესპუბლიკა. არგუმენტები თავიდან პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან ერთად პრეზიდენტის ამ ინიციატივის შემდეგ მოყვა ხელისუფლების მხრიდან დაკონკრეტება, რომ მთავრობა პარლამენტმა უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტი არ ჩაერიოს კაბინეტის ფორმირებაში და საპარლამენტო უმცირესობის იდეა ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მთავრობა და პრეზიდენტი არბიტრი, რომელიც თავისუფალია პარტიული კუთვნილებისა და მიკერძოებისგან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მომხრეა საპარლამენტო რესპუბლიკის. თქვენ ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს მინდა გთხოვოთ არგუმენტები ან ერთი ან მეორე მოდელის სასარგებლოდ და რამდენად შეესაბამება ეს ჩვენს ვითარებას და იმ გარემოებებს, რაშიც ცხოვრობთ, ბატონ ვახტანგ. მე დავიწყო? კი ბატონო.
თუმცა თქვენი პარტიის პოზიცია გასაგებია საპარლამენტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე რამდენად მისაღებია ასეთი ცვლილებების მიღება? ახლა ის რაც გამოთქვა, ის მიდგომა, რომელიც გამოთქვა საპარლამენტო ოპოზიცია და ცალკეული მოსაზრებები, ძლიერი პრეზიდენტი პარლამენტი არბიტრი გულისხმობს. ბაბათით, ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ეს არის დამახასიათებელი ამერიკული ტიპის მოდელისთვის, საპრეზიდენტო რესპუბლიკისთვის. ანუ აქ მე არ მიმაჩნია ეს დღეისთვის საქართველოსთვის ყველაზე უფრო უკეთეს მოდელად. თუმცა დღეს არსებულ მოდელზე უკეთესი ნამდვილად არის. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ის მოდელი, სადაც პრეზიდენტი არის არბიტრი თავისი მთელი რიგი ფუნქციებით, სადაც ისეთ სფეროში, რომ თქვათ კანდიდატურების წარდგენისა, რომელიც რაღაც უწყებების ხელმძღვანელების თქვათ წარდგენისა, რომლებიც არ მიეკუთვნება არც საკანონმდებლო ხელისუფლებას, არც აღმასრულებელ ხელისუფლებას. მაგალითად კონტროლის პალატა რომ ავიღოთ. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში ჩემი აზრით არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს ხელისუფლების დამოუკიდებელი განშტოება, რომლის ფორმირებაში მთავარ როლს ასრულებს პარლამენტი, რომელსაც აქვს მთავრობის კონტროლის ქმედითი მექანიზმები, რომელსაც შეუძლია მთავრობას გამოუცხადოს უნდობლობა და გადააყენოს მთავრობა, შექმნას ახალი მთავრობა და ასე შემდეგ. ოღონდ მე მიმაჩნია ჩვენ უნდა შევჩერდეთ ისეთ მოდელზე, სადაც მთავრობას საკმაოდ მყარი მდგომარეობა აქვს, რომელსაც პარლამენტი უბრალოდ არ მომწონსო, ასე ხელს ვერ წამოკრავს. თუ არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკის როგორც ისეთი მოდელი, სადაც მთავრობა ძალიან სუსტია, ასე ისეთი მოდელები, სადაც მთავრობა საკმაოდ ძლიერია. მე ამ საკმაოდ ძლიერი მთავრობის მოდელის მომხრე ვარ. ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი ჩემთვის ამ მოდელის მხარდასაჭერად გახლავთ ის, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც სხვადასხვა დროს არ იქმნებოდეს სხვადასხვა ტიპის კრიზისული მდგომარეობები. ეს შეიძლება იყოს სამთავრობო კრიზისი, ეს შეიძლება იყოს კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ხალხის მიერ ხელისუფლების რომელიმე განშტოების მოქმედებისადმი უკმაყოფილებით და სხვა და სხვა. კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახლავთ ხოლმე იმის შეცვლა, ვის წინააღმდეგაც არის, ვისმა მოქმედებამაც გამოიწვია ეს კრიზისი. და ასე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სახელისუფლებო ინსტიტუტი, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ნდობა არ იკარგება ხოლმე. ისეთი ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა არის მაღალი და მაღალია თუნდაც იმის გამო, რომ ეს ინსტიტუტი არ ასრულებს იმ ფუნქციებს, იმ მოქმედებებს, რომელმაც შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს. აი ესეთი ფუნქცია გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პრეზიდენტი. და მას ეძლევა ხოლმე საშუალება იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის კრიზისის დროს მიიღოს აქტიური მონაწილეობა კრიზისის მოწესრიგებაში. ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, რომლის მიმართაც ნდობის ხარისხი რჩება და თქვათ ჯოხი გადაწყდება ან პარლამენტზე, ან მთავრობაზე. კი ბატონო. ბატონო ავთანდო, თქვენი არგუმენტები და მოსაზრებები ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემიძლია კმაყოფილება არ გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, ვახტანგი უკვე გადმოდის ნახევარ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, სადაც საპარლამენტო რესპუბლიკაში არსად კლასიკურ მოდელში არის პრეზიდენტი არბიტრი. ვერ დაგეთანხმები ბატონო ავთანდი. კლასიკურ პრეზიდენტს რომელსაც აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება უმოტივაციოდ. ეს უკვე არის არბიტრის რესპუბლიკაში პრეზიდენტს არ გააჩნია დისკრეციული უფლება, დისკრეციული ან დამოუკიდებელი უფლება დაითხოვოს პარლამენტი. მასე შეუძლია გააკეთოს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინადადებით, პალატის თავმჯდომარეების ან პალატის თავმჯდომარის. იტალიაში პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს ორივე პალატა პრემიერ-მინისტრთან მოთათბირების შემდეგ. მოთათბირების შემდეგ, მაგრამ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ნუ, აქ სხვა არის, იცით, მე მოდელებზე ვერ ვილაპარაკებ ნამდვილად. მე არა ვარ მომხრე, რომ დავიწყოთ მუშაობა რაღაც კონკრეტულ მოდელზე.
ჩემი მოსაზრება არის და მე მგონი ამაში ვახტანგის დამეთანხმება და ბატონ თენგიზის დამეთანხმება ჩვენ ვიმუშაოთ სისტემაზე, რომელიც იქნება დაბალანსებული. თუმცა თქვენ როდესაც წარგადგინეს კანდიდატად, მაშინ ახსენეთ პრეზიდენტის როლზე როცა იყო საუბარი, თქვენ წარმოგიდგენიათ ძლიერი პრეზიდენტი არბიტრი მიმახსოვს. ძლიერი პრეზიდენტი ტირე არბიტრი. და არა ძლიერი პრეზიდენტი, თან იმავდროულად არბიტრი. არა პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და თანაც არბიტრი. არა? ავტორ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეხლა თუ წავიდა კონკრეტულ ინსტიტუტებზე საუბარი და თუ საუბარი წავიდა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსზე, ეს არის განსაზღვრელი. ვიბატონო მე თანახმავა რომ იგი იყოს სახელმწიფოს მეთაური. მაგრამ მისი სტატუსი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არბიტრის ფუნქციით. ძირითადად და ამას დაემატება რა თქმა უნდა სახელმწიფოს მეთაურის კლასიკური უფლებამოსილებები, ეს არის შეწყალება, ამნისტია, დანიშვნა, არჩევნების თარიღის განსაზღვრა და ასე შემდეგ. და ის მთავარი რაც პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებელი უფლებამოსილებები. ეს იქნება მთავრობის გადაყენება, მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია შესანიშნავად არის ამ ხრივ დაწერილი. დღესაც არსებული. კონკრეტული შემთხვევები არის ჩამოთვლილი, როდესაც მას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი. მე არ ვიცი ბატონო ვახტანგმა იცის თუ არა, ვენეციის კომისიის დასკვნა მოვიდა იმ ბოლო დასკვნას, იმ ბოლო კონსტიტუციურ კანონპროექტზე, სადაც ეწერა რომ პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივით მხოლოდ ერთხელ შეუძლია დაითხოვოს, ხო? ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ დაფიქსირებული ეს არის სისულელე მას რამდენჯერაც დასჭირდება კრიზისის მოსაგვარებლად. იმდენჯერ უნდა დაითხოვოს პარლამენტი. მე სიმართლე გითხრათ სკეპტიკურად უყურებ ასეთ დასკვნას, მაგრამ ვენეციის კომისიაში არიან ევროპაში ძალიან ცნობილი კონსტიტუციონალისტები. თუ გახსოვთ ბატონო ათანასე, ჩვენ ვიხილავდით ამ ცვლილებას, მეც ვთქვი ეს ვინ იცის კრიზისი რამდენჯერ დადგება ერთი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. ბატონ თენგიზ, თქვენი მოსაზრება ამ კონკრეტულ საკითხზე, როგორ უნდა შეიზღუდოს პრეზიდენტის უფლებები, ან რა მოდელზე შეიძლება იმუშაოს კომისია? ეს ტერმინები საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო, განსაკუთრებით ნახევრად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არის მეტნაკლებად მეცნიერული ტერმინები. ახლა მე რაც აქ მოვისმინე, შემიძლია ერთ სახელმწიფოში გაჩვენოთ განხილული როგორც საპრეზიდენტო ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი და მეორე სახელმწიფოში გაჩვენოთ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ასე რომ აქ მთავარი ის არის რომ ის რუსული მოდელი, ესე დამახინჯებული ფრანგული და მერე მიღებული რუსული მოდელი, როდესაც განსაკუთრებული უფლებები აქვს მთავრობაზე საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტიც მართალია პირდაპირ კონსტიტუციაში მითითებული არ არის, მაგრამ მას აქვს უფლება მოიწვიოს მთავრობის ხდომა და მე თავისი აქტით გააფორმოს მთავრობის ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფაქტიურად ხელმძღვანელი პირდაპირ კონსტიტუციაში ჩვენთან რა თქმა უნდა ეს ამ ელემენტებისგან უნდა დაიცალოს პრეზიდენტი ეს იქნება პარლამენტის მიერ არჩეული თქვათ როგორც ჩვენ მიგვაჩნია თუ ეს იქნება საყოველთაოდ არჩეული თუნდაც როგორც ავსტრიაშია მაგრამ იქაც არბიტრის ფუნქციებით არის ეს უნდა იყოს არბიტრის ფუნქციებით აღჭურვილი არ უნდა ერეოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში ეს ეს პირველი უმთავრესი პრინციპი, რითიც უნდა მოხდეს პრეზიდენტის უფლებების შეცვლა, თუ შეზღუდვა. მოდით ასე ნოვიტყვით. ნოვიტყვით ჩვენ. გავაძლიერებთ მისი როგორც არბიტრის ფუნქცია, მხოლოდ მოხდეს მისი დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებით. ეს არის მთავარი პირობა, მისი დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებით. კარგით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება. დიახ. ძალზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პრეზიდენტის დეპოლიტიზაცია. დიახ. პრეზიდენტი, როგორც ეს იყო კონსტიტუციის პირველ ტექსტში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარტიის ლიდერი. გასაგებია. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, გადაიხედება თუ არა 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები? თავისთავად ეს ცვლილებები. რა ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ეს ის. აი სამი თავი თლიანად შეიცვლება. კიდევ არის გარკვეული მომენტები, რომელიც არ შეიძლება არ აღინიშნოს. გარდა თავებისა, რომელზედაც ახლა ვისაუბრეთ, დასამატებელი იქნება გარკვეული თავები, რომელმაც უნდა მოიყოლოს სრულყოფილებაში ჩვენი კონსტიტუცია. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თავი, რომელიც მრავალ კონსტიტუციაში ძირითადი პრინციპები მისი მოცემული. სამართლებრივ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებული დებულებები, მისი იერარქიის ძირითადი საკითხები და ასე შემდეგ და დღეს კანონში გვაქვს. რა ჩვენ კანონში გვაქვს. ასე რომ საკმაოდ სერიოზული სამუშაოა, მრავალი მიმართულები და ძალზედ საინტერესო და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოა მრავალი. კი ბატონო, ძალიან ბევრი საკითხია სასაუბრო ამ თემაზე, თუმცა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დროამდე არ ითვალისწინებს, იმეც ვიქონიებ, როდესაც შეიქმნება კომისია საბოლოო ჩამოყალიბდება და დაიწყებს მუშაობას, კიდევ მოგვიწევს ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა ბოლოს მინდა
გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის სტაბილურობა და რამდენად იქნება ეს ცვლილებები ან დადებული პროექტი ამის გარანტი, რომ შემდეგში არ გავხდეთ მომსწრენი იმისა, რასაც ხედავდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შედიოდა საკმაოდ ხშირად და დიდი ინტენსივობით. კონსტიტუციის გადასინჯვა ტრანსფორმირება საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. განვითარებულ დემოკრატიის სახელმწიფოებშიც ხშირად იცვლება კონსტიტუციები. საფრანგეთის 200 წლიან ისტორიაში 16 კონსტიტუცია არის მიღებული, 32 კონსტიტუციური მნიშვნელობის აქტი. 5 რესპუბლიკა იყო და 3 იმპერია და არ გავაგრძელებ ამას, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა კონსტიტუციური სტაბილობა, კონსტიტუციის როგორად ხელშეუხებლობა უნდა იყოს აშკარა. ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება კონსტიტუციური რეფორმის იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურის გამკაცრება. ანუ ჩვენი კონსტიტუცია ეხლა რომ შედარებით რბილი არის, იგი უნდა ხისტი გახდეს. მე არ გამოვრიცხავ. გადასინჯვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ მასშტაბურ გადასინჯვას გულისხმობს თუნდაც ერთი რაიმე ნორმის შემოღება. რა თქმა უნდა მე არ გამოვრიცხავ რომ ფარგლებში კონსტიტუციის გადასინჯვის ფარგლებში მოექცეს ისეთი ნორმები, რომელთა საერთოდ არ უნდა მახლოთ ხელი გადასინჯვის შესაძლებლობაც კი არ იყოს. რა შეიძლება იყოს ასე? მაგალითად, საქართველოს 21 წლის კონსტიტუციაში იყო ასეთი ნორმა, რომ საქართველოს მმართველობის ფორმა რესპუბლიკა შეუცვლელია. დემოკრატიული რესპუბლიკა. ამის შეცვლა იყო აკრძალული. ხო, მაგას ჩვენ ვერ დავეთანხმებით პერსპექტივაში კონსტიტუციურ მონარქიაზე ვფიქრობთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან რთული, ძალიან ისეთი ხისტი მექანიზმი უნდა იყოს კონსტიტუციის შეცვლით. ჩვენ საერთოდ მომხრები ვართ როგორც მრავალ კონსტიტუციურ ცვლილებებში არის მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომ რეფერენდუმის ელემენტი იყოს აუცილებელი ასეთი ცვლილებების დროს. თუმცა მცირე ცვლილებების დროს ეს მრავალ კონსტიტუციურ ესეთი ფართო მსჯელობის საგანებო მაგალითად ჩვენს კონსტიტუციაში არის პრინციპი ხელისუფლების დანაწილებისა. 2004 წლის ცვლილებებით დაირღვა ეს პრინციპი. რაც სავსებით შესაძლებელია გამختارიყო საკონსტიტუციო სამართლოში დავის საგანი. აი შესაძლებელია რაღაცა პრინციპებზე, აი თქვათ ასეთ პრინციპებზე თქვას, რომ ამის გადასინჯვა არ შეიძლება. ეს არ შეიძლება დაირღვეს. კი ბატონო. ეს თული აქ ვერ გავარკვევთ ასე. ხო, მე ისევ იდეა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ავთანდილ დემეტრაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ვახტანგ ხმალაძე. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ. დაგვივლეთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, გადაცემის შეკითხვის პირდაპირ ეთერში ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი პასუხობს ბატონ გიგის საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ნათია მოგესალმებით თქვენს და ბატონ გიგი ბატონ გიგი გადაცემის მეორე ნაწილში საუბრობდით იმ კომისიის მუშაობაზე, რომელმაც მალე უნდა დაიწყოს მუშაობა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დადოს. როგორია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების ხედვა, რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში კონსტიტუციაში? ერთი თხოვდით რომ იქნებ ცოტა აუწევთ, კარგად არ ესმის ჩემთან. ხომ არ გავიმეორო კითხვა ბატონ გიგი? არა, როგორღაც გავიგე. კომისიასთან დაკავშირებით ბუნებრივია ხელისუფლების პოზიცია, ეს არის საკითხი, რაზეც ჩვენ საუბრობდით მუდმივად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია დღეს პროცესი, რომელიც იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჯერ ერთი მთელი ამ რადიკალური ეპოპეიდან ჩვენ გადავდივართ უფრო ცივილიზებულ მეთოდებზე მსჯელობის და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების და გარდა ამისა, ხდება იმ შეთავაზების რეალიზება, რაც როგორც უკვე მოგახსენებთ, იყო განცხადებული ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები. სხვა შორის ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ეხმიანება იმ ასევე განცხადებულ რეფორმებს უფრო დემოკრატიული საქართველოსთვის, უფრო მართლაც ეს ევროპული ქვეყნისათვის და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ეს მთელი რთული პერიოდი ახლა სწორედ გამოვიყენოთ გაცილებით უფრო პოზიტიური და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებისათვის და ამ მხრივ ჩემი აზრით საკონსტიტუციო ცვლილებები, იგივე საარჩევნო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ეს არის აუცილებელი და ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ საკითხს, ბევრ სირთულეს ალბათ მოხსნის შემდგომში დღეს. საარჩევნო ცვლილებებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, ოდნავ მოგვიანებით. ბატონ გიგი, მოდით ისევ დავაბრუნეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს სამწუხაროდ მეც ალბათ ტექნიკური ხარვიზის გამო ბოდიშ გიხდით თქვენს დამაყურებელსაც ცუდად მესმის თქვენი ხმა და თქვენი პასუხები ჩემს კითხვებზე. დავაბრუნდეთ ისევ ცვლილებებს.
კარგად ისმის უბრალოდ ნაწყვეტ. ხელისუფლება პრეზიდენტით უსვამს ხაზს, რომ მისთვის მისაღებია ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი. თქვენ ალბათ გქონდათ შესაძლებლობა მოგესმინათ, რაზე ვსაუბრობდით ამ საკითხზე ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრობთან, თუმცა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მიიჩნია, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის ლიდერი და ასევე სკეპტიკურად უყურებენ კონსტიტუციონალისტები პრეზიდენტის სტატუსს როგორც მთავრობის მეთაურისას. ამ საკითხზე როგორია ხელისუფლების პოზიცია? მე ზედსანამ ამ საკითხზე გიპასუხებთ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისია იკრიბება, ძალიან კომპეტენტური ადამიანები არიან ამ კომისიის წევრები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, იყოს დიდი ჩართულობა როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საზოგადოებრივების წარმომადგენლების, იმ ადამიანების, ექსპერტების, ვისაც შეუძლია საკმაოდ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მთელი ამ პროცესისათვის, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ეს არის დიდი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში და მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც ძალიან ხშირი და უნდა არსებობდეს გარკვეული შეწყვეტები, თუნდაც ამ კუთხით, ახლა რაც იყო მთელი ამ წინა პერიოდის განმავლობაში, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დაიწყო და ალბათ გარკვეულად კონცენტრაცია, ვთქვათ, ამ ხელისუფლებისა, თუნდაც საპრეზიდენტო მმართველობაში, ან ისულებები, რაც მოხდა საკმაოდ ხშირად, სწორედ გამოწვეული იყო ამ რეფორმების დინამიურობით, თუმცა რამდენად სასურველი იყო ყოველთვის ეს პროცესი შეიძლება იყოს დისკუსიის საგანი, ჩვენ გვაქვს გამოცდილება და თუ რაიმე ნეგატიური იყო, ალბათ მომავალში ეს აღარ უნდა იქნას გამეორებული და იყოს გამოცდილებაზე დავეყრდოთ, რაც გაცილებით უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. რაც შეეხება მოდელებს, ხო თქვენ მოდელებზე მკითხეთ. ერთამეს ჩაგაკითხებით, ნეგატიური ახსენეთ, ნეგატიური შედეგი ხომ არ იყო ესეთი ნეგატიური ცვლილება, ხშირი საკონსტიტუციო ცვლილებები? მე ზუსტად ამას ვამბობ, შესაძლებელია კონსტიტუციონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, რომ ეს უნდა იყოს მართლაც ძალიან ისე და ადვილად განსახორციელებელი, ეს არ უნდა იყოს, უნდა იყოს ძალიან დიდი ჯაბაასისა და ვთქვათ, რთული პროცედურების შედეგი ბევრ ქვეყანაში სწორედ ეს ასე ხდება. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის მხოლოდ რეფერენდუმის გზა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც მე უკვე მოგახსენეთ, თუ კი ვინმე თulis, რომ ეს იყო რაღაცნაირად ნეგატიური ხშირი ცვლილებები და სასურველი შეიძლება არ იყოს, ეს აღარ უნდა იყოს უკვე ახალ ეტაპზე და ახალ პროცესში, ჩემი აზრით, ასეთი იქნება. თუმცა ეს განმარტეს კიდეც კონსტიტუციონალისტებმა, რომ ახალი კონსტიტუციის ახალი პროექტი უნდა იყოს შედარებით ხისტი, ვიდრე არის დღეს დღევანდელი კონსტიტუცია. ყველაფერი არის სწორედ ამ კომისიის განსახილველი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ამ პროცესში და უნდა იყოს პრაქტიკულად სრული დისკრეცია დისკუსიის, საკითხების, თქვათ, წამოჭრის, შემდეგ მთელი ამ პროცესის ხელისუფლებას ეყოლება გარკვეული წარმომადგენლობა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სრული, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა იქნება კომისიის, მათ შორის ვადებზეც და ასე შემდეგ. ახლა დავა იყო ვადებზე, როგორც წინასწუმრების დისკუსია მათ წარმოაჩინა, პრეზიდენტი არ იყო ავტორი ამ ვადებისა, რა თვითონ კომისიის წევრებშიც ასეთი მოსაზრებაა, რომ იყოს რაღაც გარკვეული ვადა, შეიძლება ეს იყოს 31 დეკემბერი, თუ ეს სამუშაო უფრო ადრე დასრულდება და მოხერხდება ის, რომ უფრო ადვილად მოხდება შეთანხმება, კონსენსუსი ბევრ საკითხზე უფრო ადვილად და სწრაფად მოხდება შეთავაზება ბევრი საკითხი, შეიძლება ეს პროცესი იოლადაც უფრო ადრეც დასრულდეს, მაგრამ მე მაგალითად გავიხსენებდი თუნდაც ბოლო პერიოდის, რაც იყო ყველაზე დიდი დოკუმენტი, რაც ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მაქვს მხედველობაში, მაგრამ საკონსტიტუციო შეთანხმება იგივე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის რამდენიმე წლის წინ მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზამ წაიღო რამდენიმე თვე და ალბათ გარდა იმ პროცედურისა, რომ ეს უნდა იყოს საჯარო განხილვის საგანი, შემდეგ იყოს საერთაშორისო ექსპერტიზა და სხვა, ამას დაჭირდება საკმაოდ დიდი დრო, პლუს ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ის პერიოდი, რაც ამ პარტიებსა და ექსპერტებსა და კონსტიტუციონალისტებს შორის მან დავასდა საბოლოოდ გარკვეული საკითხების ნუსხის შეთანხმებას დაჭირდება. ბატონ გიძე, რაც შეეხება მოწყობის მოდელს, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას? თუნდაც ის ფორმულირება ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი. აი რამდენიმე ადამიანის შორისაც იყო დისკუსია. რა თქმა უნდა, ჩვენ რეპლიკაცია რომელიმე მოდელის გაგვიჭირდება საქართველოში, აკაც რამდენიმე მოსაზრება იყო, თუმცა
არ ვიცი ჩვენი სურვილია ყველაზე ალბათ რომ ჩვენ გვინდა ყავდეს მართლაც ეფექტური პრეზიდენტი თავისი ფუნქციებით, ყავდეს ძლიერი პარლამენტი და ყავდეს ასე ვთქვათ ეფექტური და მოქმედი მთავრობა. ეს არის საუკეთესო ალბათ კომბინაცია რაც შეიძლება იყოს. რა მოდელში მოხდება ამის განხორციელება, ეს არის სწორედ კომისიაში განსახილველი. ცალსახად ერთნიშნულოვნად ძალიან ძნელია ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დავაუწყდეს რომ ჩვენ არა ვართ რომელიმე განვითარებული ევროპული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დიდი საფრთხეები, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სირთულეები, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, აგერ გარე საშიშროებები, პრაქტიკულად ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ეს რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ თავის ასე ვთქვათ ადგილს როგორც არგუმენტები და თავისი ადგილი ექნებათ აი ამ განხილვების დროს. რაც შეეხება გეტყვით, საპარლამენტო რესპუბლიკას თავისი დიდი მინუსები აქვს. საპრეზიდენტო სერიოზული საპრეზიდენტო მმართველობა დღესდღეობით აღმოჩნდა დისკუსიის საგანი საქართველოში. ამიტომ ბევრი მოდელის განხილვა შეიძლება. ეხლა მაგალითისთვის იგივე ევროპაში, სადაც ტრადიციულად არის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში საპარლამენტო რესპუბლიკა არის ისედაც საპარლამენტო მოდელი უფრო პოპულარული, მაგრამ არის განსხვავებები. ვთქვათ, თუ ესტონეთი ირჩევს თავის პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, პარლამენტიდან და იგივე ჩეხეთი და არის საპარლამენტო რესპუბლიკები, ასევე საპარლამენტო რესპუბლიკა ლიტვა და ლატვია, რომელიც ირჩევს პირდაპირ არჩევის წესით პრეზიდენტს. მაგალითად თურქეთმა, სადაც იყო საპარლამენტო რესპუბლიკა დღესაც არის, მაგრამ პრეზიდენტის არჩევის წესი 2007 წლამდე იყო პარლამენტი ირჩევდა მას და უმრავლესობა იყო გადამწყვეტი და 2007 წლის შემდეგ პირდაპირ არჩევნებია პრეზიდენტის, რაც ლეგიტიმურობას, წესით და უფლებამოსილებასაც გარკვეულად მატებს პრეზიდენტს. ამიტომ ეს ყველაფერი სწორედ ამ კომისიამ უნდა განიხილოს, მოდელებზეც რაღაცნაირად ალბათ იქნება ძალიან სერიოზული მსჯელობა და საბოლოოდ შეიძლება იყოს შემოთავაზებული რომელიმე კონკრეტული მოდელი ან გადასაწყვეტად შეიძლება ერთ-ორ მოდელზეც იყოს საუბარი. მე თუ მკითხავთ, მე რა თქმა უნდა ჩემი აზრი მექნება ამაზე, ისე როგორც თქვა თალკეულ შეიძლება პოლიტიკოსებს ან პარტიებს. ბატონ გიგე, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხაზგასმული ფორმულირება ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრეზიდენტი. ხომ არ მიუთითებს, ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანო არ არის ძლიერი და ძალთა ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის არის დარღვეული. მე მგონი ჩვენ დღეს პირველად არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. ბოლო თუ არ ვწდები, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, თუმცა მანამდეც პარლამენტი ყოველთვის იყო იმის მოსურნე, რომ ის ყოფილიყო უფრო ძლიერი. დასამალი არაფერია 2004 წელს და შემდგომში განხორციელებული ცვლილებები იყო მიმართული საპრეზიდენტო მმართველობის უფრო მეტად გაძლიერებაზე, თუმცა ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად გავაკეთეთ განცხადება და არა მარტო განცხადება, გადავდგით გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ საპარლამენტო ხელისუფლება შედარებით გაძლიერებულიყო, მხედველობა ან პირიქით, თქვათ საპრეზიდენტო უფლებამოსილებები უფრო შეკვეცილიყო, თქვათ ეს ეხება მოსამართლეების დანიშვნის საკითხს თუ სხვა ცვლილებებს კიდევ, ამიტომ სურვილი იმისა, რომ პარლამენტი იყოს უფრო ძლიერი, ნამდვილად არსებობს და ეს შეიძლება გამოიხატოს, მე ვფიქრობ და უნდა იყოს კიდეც გამოხატული ამ ახალ შემოთავაზებებში. ანუ ერთ-ერთი შედეგი ამისა უნდა იყოს ძლიერი, უფრო ძლიერი, გაცილებით ძლიერი პარლამენტი, ახლა თუ ჩვენ კიდევ უფრო შორს არ მივდივართ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მე ჯერჯერობით არ მინდა მოდელებზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო სურვილი ალბათ არის რომ სამივე შტო ხელისუფლების, საპრეზიდენტო, საპარლამენტოც და აღმასრულებელიც მოქმედებდეს ეფექტურად და იმ ამოცანების გადასაწყვეტად იმ ძალიან რთული სიტუაციების დასაძლევად, რომელიც საქართველოს სამწუხაროდ აქვს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის ეკონომიკური სიტუაცია და ვთქვათ კრიზისები თუ პოლიტიკური სირთულეები და გარე საფრთხეები. ახლა ბატონ გიგე, როგორ დაალაგდება ეს საბოლოოდ, ამას დრო გვაჩვენებს. ბატონ გიგე, თქვენ საუბრის დასაწყისში ხაზი გაუსვით იმას, რომ აუცილებელია იყოს მაქსიმალური ჩართულობა პოლიტიკური პარტიებისა უზრუნველყოფილი, რამდენად იმოქმედებს შედეგზე ის, რომ ანალოგიური სურათი გვაქვს, შეიძლება ითქვას, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით, აქაც არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება ითქვას, თითქმის არ არის ჩართული ამ ჯგუფის მუშაობაში, მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს. ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და იმდენად, ასე ვთქვათ, არასასურველ პერსპექტივას ვაჩვენებს თელის პერიოდი, რაც ჩვენ გავიარეთ, მართლაც სამოქალაქო დაპირისპირებას გადაურჩა
ჩვენი ქვეყანა მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვიტყოდი რომ ხელისუფლების ალბათ მაქსიმალური სიმშვიდით და აქ უნდა ითქვას რომ ოპოზიციური ძალების, აი მგონიერი ძალების, რომელიც არის დარწმუნებული ვარ რადიკალურ ფრთაშიც, გარკვეული ორგანიზებულობით და ხალხის ორგანიზებულობითაც. ამიტომ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ასეთი საფრთხეები და გამოვიყენოთ ეს ფორმატები, რაც გვაქვს. კონსტიტუციაზე მუშაობა, საარჩევნო კანონზე. ხა კონსტიტუციური, თქვათ, შემოთავაზებული მოდელები თუ ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული არჩევნებთან და არჩევნები ქვეყანაში ეს იქნება კონსტიტუციურ ვადაში თუ ზოგიერთი შეიძლება უფრო ადრეც აუცილებლად მოითხოვს კანონმდებლობაში სერიოზულ ცვლილებებს. რას გულისხმობთ პატონიკი ზოგიერთი არჩევნები შეიძლება უფრო ადრეც? ნდობას და თუ არ იქნა ნდობა საზოგადოების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ეს ციკლი, ასე ვთქვათ, უნდობლობის ძალიან დიდხანს გავყვეს. ბატონ გიგე, ამიტომ გვინდა რომ ბევრი პარტია მონაწილეობდეს. მე სხვა შორის ნებისმიერ პარტიას ახლა ურჩევნიათ ჩემი აზრით თავისი აზრი სწორედ ამ დისკუსიების დროს და კომისიაში მუშაობით გამოხატონ, ვიდრე ეს იყოს თქვა სადღაც დარბაზებში თუ რაღაც მიტინგებზე, მაგრამ ეს მათი პოლიტიკური სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხია, ჩვენ შეიძლება უბრალოდ შევთავაზოთ და ეს პროცესი ღია. ეს პროცესი პრაქტიკულად ღია ყველასათვის და მე მგონი რომ ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც აქვს სურვილი იყოს ხელისუფლებაში, ეს საშუალება უნდა გამოიყენოს. ბატონ გიგე, არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციური ვადებში თუ ზოგიერთი უფრო ადრეც, რას გულისხმობ და რომელ არჩევნებს ამ კონკრეტულ საუბარია მაგალითად გარკვეული პოლიტიკური სპექტრის მოსაზრებით ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეხლავე. რაც ნამდვილად არ არის სწორი, როგორც გითხარით, ეს არ გამოიწვევს არანაირ დადებით შედეგებს, ჩვენ გვჭირდება სისტემური გარდაქმნები და ვმუშაობთ ამისთვისაც. როგორ შეიძლება თქვა, რომ ეს არის რაღაც ისეთი რაღაც ეფემერული ან უბრალოდ არის მოჩვენებითი, როცა ასეთი სერიოზული ხალხია ჩართული ამ საკითხში და პროცესი დაძრული. და ამიტომ ჩემი აზრით აქ საუბარი ხა კონკრეტული ვადებზე ნამდვილად არ შეიძლება იყოს. არის მსჯელობა, რომ თქვა, ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული 2010 წელს. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება რომ ამ პროცესმა გადმოიწიოს ცოტა ადრე ან ცოტა გვიან. მე არ მინდა შეიძლება თუ არა გადმოიწიოს საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გარკვეული კონსენსუსის საგანი. შესაძლებელია თუ არა გადმოიწიოს საპარლამენტო არჩევნების თარიღმა ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც აუცილებლობა დააყენებს საპრეზიდენტო ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების ასეთი ნაბიჯი იქნება ვითარების მეტნაკლები განმუხტვა. ნახოთ, ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით ამ პროცესის ნაწილი, თუმცა მე თუ მეკითხებით, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში უნდა იყოს დაცული ერთხელ მაინც ნორმალური კონსტიტუციური ვადები, შევქმნათ ძალიან კონკურენტული გარემო კანონით, იმ კონსტიტუციით, იმ ასე ვთქვათ, კანონმდებლობით, რომელიც დღეს არსებობს და ყველას ჰქონდეს საშუალება მიმართოს თავის ამორჩევას და მიიღოს მისი მხარდაჭერა. ახლა თუ ვინმე ვერ მოხვდება პარლამენტში, შემდეგ იძახოს, რომ ეს პარლამენტი არ ვარგა, ამ პარლამენტს არ აქვს რაღაცა უფლებები, აი ეს არ უნდა გადაწყვიტოს და სხვა, ეს არ არის სწორი. ჩემი აზრით, ამიტომაც მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თუ მოვინდომებთ და პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ექნება სურვილი და სურვილი აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს, სწორედ მშვიდობიანად პოლიტიკურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩვენ შევძლებთ ესეთი გარემო შექმნას, როდესაც დამთავრდება ეს საარჩევნო რაღაცა ტრაგიზმი საქართველოში და იქნება ისეთი პროცესი, როგორც არის ნორმალურ, ნებისმიერ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, რაც ადამიანები მიდიან ნორმალურად არჩევნებზე, შედეგები ცხადდება და შემდეგ ვიღაც წააგებს, ვიღაც მოიგებს, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა და რა ვიცი, ვიმედოვნოთ, რომ ეს პროცესი წარმართება კონსტრუქციულად და ძალიან ბევრი პარტია ჩაერთვება ამ საკითხში. ძალიან დიდი მადლობა. პირველი თემის შეკითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი პასუხობდა. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა ხუთშაბათამდე გემშვიდობებათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.